შვილო გთხოვ, კარი გააღე. 1 საათი გავიდა, გონებას დაკარგავ. არ გავაღებ. არ აღებს? გულჯემალს ვესაუბრე, მოდის. დევაჰანი? არ გამოვალ. თუ კარს არ გააღებთ, იძულებული გავხდები, რომ შემოვამტვრიო. სულ თქვა მიჭერს. თუ კარს არ გააღებთ, შემოვამტვრევ. შეამტვრიე. შიშველი ვარ. რას აკეთებ? თვალებს დაგვრხრის. ხომ არ გაგიჟდი? შვილო, კარი გააღე. რაღაც მოხდება. რა მოხდება? მოუკვდები? ისედაც ცოცხლად არ დამმარხეთ? ძმა გულჯემალი მოვიდა. გარს არ გვიღებს, მოკვდება, გაიგუდება. დევა. დევა. გარეთ გამოდი. არ გამოვალ. შესნებასი არ გავივლი. მართლა? დიახ. აქ სულ ტყუილად ჩამკეტე. გონია ასე დამიმორჩილებ? გეფიცები. ბენებს გადავიჭრი და შეშკواسი არ გავივლი. საქმე ეს არ არის. აბა რა პრობლემაა? ჩემზე უარი თქვი? ეს პირველად მოხდა? ზურგი პირველად გაქციეს? თუ ასეა ძალიან გამაუცებ, რადგან ისეთი პიროვნება ხარ, რომ ყველა ზურგს გაქცევს. შენთან ერთად ცხოვრება ვის უნდა უნდოდეს? შენ ავად ხარ. ფსიქოპათი ხარ. მკვლელი ხარ. შენ გვერდი ცხოვრება ვის უნდა უნდოდეს? გონია სიყვარული შეგიძლია? გონია ვინმე შეგიყვარებს? შენ ვინ შეგიყვარებს? შენთან ერთად ცხოვრებას ვინ მოისურვებს? არავინ. არავინ შეგიყვარებს. არავინ. შენ არავინ შეგიყვარებს. გმარა. რამე მოუმზადეთ. დედა. დედიკო. ამ გოგოს საიდან იცნობ? მან დამჭრა. იმ დღეს ტბასთან გავიცანი. დედა. სასოწარკვეთილების დროს დედას ეძახის. შენ წადი, მე დაველოდები.
გემრიელი არა? უგემრიელესია, გმადლობ. შეგერგოს ქალბატონო, მიირთვი. ეს რა დღეები გადაგიტანია. გემრიელად მიირთვი. კარგუნებაზე დადგები შაქრის დონე აგიწევს. ფათოშ. ნეტევ ჩემი გუნება ტკბილეურით გამოსწორდეს. ის გველი ჩემ გასანადგურებლად ჩამოსულა. თვალზე ბინდი აქვს გადაკრული. იცი სიზმარში ვნახე. შემოდით. ოსტატ იბრაჰიმთან დაკავშირებით არის სიახლე. სამწუხაროდ ჯერ ისევ კრიტიკულ მდგომარეობაშია ჰანიმ. იფექს ვეღარ ვაკავებთ, თავის გატანას ცდილობს. აშკარაა, რომ მის შეკავებას ვეღარ შევძლებთ. ხვალან ზეგ პოლიციაში წავა. მაგას მეც ხვდები ემრულა. დევას დასაბრუნებლად საქმეს როდის უნდა შევუდგეთ? დევას ჯერ არ წამოვიყვანთ. ბოდიშ გიხდით, მაგრამ რატომ? რატომ? ეგ შენი საქმე არ არის ემრულა. რას ხლართავ, დედა, რას? იფეკ, ასე დროს სად მიდიხარ? გულჯემალთან მივდივარ. დევა უნდა წამოვიყვანო. გაგიჟდი, იფეკ? არ მოგცემ იმის უფლებას, რომ იმ კაცთან მიხვიდე. დევას არც არავის ვთხოვ. იფეკ, დამელოდე. შენი მესმის დევას გამოგეშინია. მასზე ღელავ, მაგრამ ასე არ შეიძლება, იფეკ, ვერ წახვალ. არ გესმის არ მაღან. ჩემი და განსაცდელშია. მერე გვიანი იქნება. არ იქნება. მენდე გვიანი არ იქნება. ხვალინდელი დღე გათენდეს გპირდები, იფეკ. წავალ და იმ ტიპს პირადად დაველაპარაკები. შენ? არა, ეს ჩემი პრობლემაა. დედა ზაფერი ამის უფლებას არ მოგცემს. ეს შენი არა, ჩვენი პრობლემაა. დედა ჩემი ვერც ვერაფერს გაიგებს. ვაღიარებ ამ ქვეყნად ცოტა ადამიანს ვუყვარვარ. ნეტავ ჩემს წინადადებას თავიდანვე დათანხმებოდი. რომ დამთანხმებოდი, ეს არ მოხდებოდა. გული მიკვდება ასეთ მდგომარეობაში, რომ გხედავ. მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებთ. გულჯემალი გპირდება. დედას არ უთხრა მეც რომ აქ ვარ კარგი? გეფიცები არ ვიტყვი ძმა. შენ რომ არ გეტი რა არც წამოვიდოდი. დღესასწაულზე ალბათ დედა შეგირიგდება. უკვე ციხიდან გამოხვედი ალბათ, დედაც შეგირიგდება. დედა არასოდეს შემირიგდება გულენდამ. გესმის? ვიცი. ქმარი რომ მოუყალი, ამიტომ ხომასია. შენ წადი, კართან დაგელოდები. არავის უთხრა მეც რომ აქ ვარ კარგი?
გამომართვი. სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. შეც მოგინდებოდა. შეჭამე. თუ გინდა კიდევ მოგიტან. არ მინდა. თუ მოგინდება მითხარი, კარგი? ნახვამდის. წადი აქედან. წადი და აქ მეორედ აღარ მოხვიდე. რა მოხდა გულენდამ? შიგნით არ შემიშვეს. უთხარი დედა ჩემი უნდა ვნახო მეთქი. მათქი მითხრეს აქ აღარასდროს მოხვიდეო. კარგი, ნუტირი. დედას არ მოყვარვარ ძმაო. მე მას რა დავუშავე? ნუტირი. უყვარ ხარ. იტყუები. სიმართლეს გეუბნები. ნახე რა გამოგიგზავნა. შიშით შიგნით ვერ შეგიყვანა. მართლა? მართლა. გამომართვი და შეჭამე. გემრიელი ყოფილა. გამომართვი შენც ჭამე. მეც გამომიგზავნა, მე უკვე მივირთვი, შენ შეჭამე. ვერასდროს დაგივიწყებ უკბილო გოგონა. უფლის სიბრძნე შეეჭვი არასოდეს არ უნდა შევიტანოთ. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. რას აკეთებ? არ შემეხო. მადლობა უფალს გონს მოხვედი. არ გშია? მეც რაც გეკითხები რა თქმა უნდა გშია. დამელოდე? დაგელოდო? ნეტავ რას აპირებს? დროზე შვილო და უჩქარე. კარგი დედა მოვდივარ. ძმა გულჯემალის ხამის მორიგეობა დაიწყო. არ დაგველოდება. ზარი რეკავს. ჭამის დროა. როგორ ჩანს ისევ დედამისი და ესიზმრა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. საქმე შევუდგეთ. ნამდვილად სიზმარში დედამისი ნახა. არა დილამდე არც თეუძინია. გოგოს სასუმალთან იჯდა. სიზმარი თუ არ უნახავს, რატომ გაგვახვიძა? შენაც აიღე. დამსვი. მიშველეთ. ჩემი არავის ესმის? მიშველეთ. ამ სახლში ყველა დაიხოცა? დამსვი. გითხარი დამსვი მეთქი. დამსვი. არ შემეხო დამსვი. გაიწიე. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ გთხოვთ, მარტო დაგვტოვოთ. წადით.
გამომართვი. დაჯექი. დაჯექი მეთქი. ჭამე. წადით. დაჯექი. ჭამე. სამხედრო სამსახურია? Askeriye mi burası? ეგრა შუაშია. Hayır, sürekli ბრძანებით საუბრობთ, ამიტომ. sana dedim. როგორ გაგაგებინო, რომ შენს არანაირი ბრძანებას არ შევასრულებ? ვერ ამიხსნი, რადგან შეასრულებ. მართლა? შეგერგოს. გარეული დათვი. რა? კარგია, რომ შენი სახელი იცი. ნერვებს ნუ მიშლი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი. არასოდეს შევიბრალებ იმას, ვინც უფლისგან ბოძებულს პატივს არცემს. მეორე წესი. იატაკიდან აწმინდე და შეჭამე. ეს ვჭამო? Şeyimi yiyeceğim. რომ იცოდე მშიერი ადამიანი რას არ ჭამს. თავადაც გაგიკვირდება. მე ბევრჯერ ვჭამე. ნაგავში გადაყრილი საჭმელიც მიჭამია. ძალიან კარგი. რადგან მიჩვეული ხარ, თავად ჭამე. საკმარისია. წყობიდან არ გამომიყვანო. გითხარი შეჭამე მეთქი. რომ არ შევჭამო? რას მიზამ? რომ არ შევჭამო? შეჭამ. რას მიზამ მომკლავ? მეც მომკლავ? მიდი მესროლე და მომკალი. მეც ისე მომკალი, როგორც ჩემი საქმრო, როგორც მამა ჩემი. მომკალი და ორივე დავისვენებთ. ვეფა. თავის ადგილას წაიყვანე. ამ სახლში მენემენის გარდა სხვას არაფერს შეჭამ. ეს სიჩუმე მაგიჟებს. როგორ ხარ გულენდა? ყველაფერი რიგზეა, ძმაო. ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ. მომისმინე. ის ტიპი ნერვებს ხომ არ გიშლის? არა, ძმაო, არა. ცდილობთ ერთმანეთი კარგად გავიცნოთ. ჩემი მიმართ ძალიან ყურადღებიანი და თავაზიანია. სტამბოლს ვათვალიერებთ. ძალიან კარგი. კარგუნებაზე ვართ. რამე თუ დაგჭირდა, შეგიძლია შენს ძმას ნებისმიერ დროს დაურეკო. ვიცი, ძმაო. ახლა დაგემშვიდობები. მერთი მელოდება. ამ საღამოს გალათას კოშკზე მაგიდა დავჯავშნეთ. კარგი დაო, გკოცნი. მეც კოცნი. ულამაზესი ყვავილი გაშლილა. ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს? ეს ყალბი ბედნიერება როდემდე უნდა გაგრძელდეს? მანამდე სანამ ჩვენ შორის არსებული ურთიერთობა რეალურად არ იქცევა. როდესმე რეალობად იქცევა? დრო გვიჩვენებს. რა სიტყვი, ტყუილი რეალობად რომ ვაქციოთ? გინდა გალათაში წავიდეთ. არ მინდა. გასაგებია მთელი დღეები ასე სავარძელზე იჯდები და დაელოდები, როდის დაგირეკავენ. ჩემი ტელეფონი ხომ თქვენმა ხალხმა წამართვა. ჩემთან დაკავშირება რომც სცადონ, არ ამგონია რომ დამიკავშირდნენ. სოციალური ქსელის საშუალებით დაგიკავშირდებიან. ფილმეს დაკავშირება რომ უნდოდეს, როგორმე დაგიკავშირდება. მაგალითად მე შენ დაგიკავშირდი. ის გოგო, შენი ყოფილი საცოლე. ალბათ შენზე გაბრაზებულია. გოგოს ნათესავი დედა, მამა და ან ძმა არ ყავს?
ერთი კაციც არ დაგიკავშირდა, რათა შენთვის პასუხი მოეთხოვათ. კომენტარს აკეთებს საკითხზე, რომლის შესახებაც არაფერი იცი. უშინ რომ მითხარი უპატრონო ვარო. მართლაც უპატრონო ყოფილ ხარ. ასეა. გალათა ახსენე არა? წავიდეთ იმ გალათაზე. ზემოდან რამეს ჩავიცვამ და წავიდეთ. გამარჯობა. გირეკავთ, რათა იბრაჰიმ ნაქქაშოღლუს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავიგო. ესე იგი ცვლილება არ არის. ისევ ზინებს. კარგი, გმადლობთ. ნახვამდის. იმ კაცის მდგომარეობას კითხულობ? იცნობ? რა სისულელეს ამბობ ჯანან? ვიღაც უცხო მამაკაც საიდან უნდა ვიცნობდე. თუ ასეა საავადმყოფოში რატომ დარეგე? ჩემ თვალწინ მიწაზე დავარდა. მაინტერესებს როგორ არის. კარგი. კარგი. მოხუცი როგორ არის? მდგომარეობა მძიმეა ძმაო, შესაძლოა ვერ გადაიტანოს. არაფერი მოუვა. ძველი ყაიდის კაცია, ხომ დაინახე რამდენს გაუძლო? ნუ ღელავ, ამასაც გაუძლებს. იმედია ისე იქნება როგორც შენ ამბობ. თუ მოკვდება სერიოზული პრობლემები შეგვექმნება, გოგო სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნის. გმადლობ, როგორ დამამშვიდე. გულჯემალ, მოდი ვითარება შევაფასოთ. გოგოსთვის გითქვამს, შენი საქმრო მოკვდაო. დაუშვათ ეს გადაიტანა. რა მოხდება, როდესაც გაიგებს, რომ მამამისი საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის, მათი სახლი და ატელიე კი ფერფლად იქცა. მეუბნები, რომ დანა დავარტყი და წინ და უკან ვატრიალებ? ფაქტი სახეზეა, თავი მომაბეზრე. გოგოს დაელაპარაკე, აუხსენი რაც მოხდა. გთხოვ ძმაო, რა ავუხსნა? მამამისის ამბავს რომ გაიგებს, ეგონება რომ მათი სახლით შენ გადაწვი. მისი საქმროს გამოგზავნილი შეტყობინება აჩვენე. უთხარი რომ გადატანითი მნიშვნელობით უთხარი მოკვდაო. მამამისის ამბავი უთხარი რომ მათ სახლს არემონტებენ. უთხარი რომ მამამისის გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებ. ოდესმე ჩემი ნამოქმედარის შესახებ მომიყოლია, ეს გამონაკლისია ძმაო. ამ ეტაპზე მაინც ვერაფერს უშველით. ჩვენ შორის საკმაოდ დაზაბული ურთიერთობა ეს მაშინ, როცა არც მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იცის და არც ხანძრის შესახებ. უფროსო, თქვენთან არიან? ვინ? არმაღან ფეჰლივანი. რა ვქნათ უფროსო, გავაგდოთ? ზამთრის ბაღში შეიყვანეთ. ეს უკვე მეტისმეტია. ფეხსაცმლის ზომაც კი სწორად შეურჩევია. შეშლილთან მაქვს საქმე. გონი მანამდე მომიწევს საყოფნა, სანამ მეც არ გავგიჟდები. რატომ არავინ მოვიდა? კარგი მამა ჩემი არ არის, მერთი არ არის. დანარჩენები? უპატრონო ვარ? Kimsesiz miyim ben? არმაღან, არმაღან. არმაღან აქ ვარ. აქ ვარ არმაღან. პანჯარა გააღეთ. პანჯარა გააღეთ. არმაღან აქ ვარ.
გულჯემალ ბეი, მე არმაღან ფეჰლივანი ვარ. ვიცი ვინც ხარ. ვიცი რომ დევა აქ ყავთ გამოკეტილი. მერე დევას წავიყვან და წავალ, სიტუაციას ნუ არ გავამწვავებთ. მომისმინე ძმაო. მე თქვენი ძმა არ ვარ. მართლა? ძმაო. დევა აქ ძალით არავის ჩაუკეტავს. მომისმინეთ, დარწმუნებული ვარ რომ დევა აქ თავისი ნებით არ რჩება. ცდები. თავად შემევედრა რომ აქ დარჩენილიყო. დევას ნახვა მინდა. კარგი. ოღონდ ეს უნდა დაიმსახურო. დამიმსახურო? ამის უფლება უნდა მოიპოვო, უნდა იბრძოლო და უნდა დამამარცხო. შეძლებ? ბავშვობაშიც ხშირად მჩაგრავდნენ. გჩაგრავდნენ? დამცინი, რადგან ინვალიდი ვარ. თქვენთვის ადვილი ლუკმა ვარ. გონი სათქმელი სწორად ვერ გაგაგებინე. არა, ყველაფერი კარგად გავიგე. რაც აქ ვარ თავს მათ გახარ. შეგეძლო სკამზე დამჯდარიყავით. შეგვეძლო პირისპირ გვესაუბრა, მაგრამ არა, ზემოდან დამცქერით. ეს იმის ნიშანია, რომ ჩემზე ძლიერი ხართ. ჩემზე უპირატესი ხართ. გულჯემალ ბეი, თანასწორ პირობებში არ ვართ, შესაბამისად, ვერ შეგებრძოლებით. უკვე თანაბარ დონეზე ვართ. ეს იყოს ბრძოლა, სადაც თანაბარი ძალებით შევებრძოლებით. ნუ თუ ეს შესაძლებელია, მაგალითად ცხოვრებაში ყველაზე უკეთ რა გამოგდის? ჭადრაკს კარგად თამაშობ. ჭადრაკი? თანახმა ვარ. ვითამაშოთ. იფეკ. მოხვალ თუ ასე იდგები. რა ხდება? რა მოხდა საყვარელო? დედა ზაფერ. რა? არმაღანი. არმაღანს რა ჭირს? დილით იმ კაცთან წავიდა. ვინ კაცთან? თქვენთვის არ უნდა მეთქვა დავპირდი რომ არავის ვეტყოდი, მაგრამ ბურეკავდა არ მპასუხობს. უკვე ძალიან მხელავ. გულჯემალთან წავიდა. მხოლოდ ერთი პარტია. თუ მოიგებ, დევას ნახავ. თუ წამოყვება, აქედან წაიყვან. თუ წააგებ, სასწრაფოდ ამ სახლიდან წახვალ. ვატყობ გაგეხარდა. შეიძლება ითქვას, რომ გამიკვირდა. გაგიკვირდა ჭადრაკს რომ თამაშობ? ჩემნაირ ადამიანს ნარდი უფრო შეეფერება? რატომაც არა? თავიდან მეც მოსაბეზრებელი თამაში მეგონა, მაგრამ შემდეგ ამ ფიგურებს ვუყურებდი და ბევრს ვფიქრობდი. ბოლოს მივხვდი. თამაში ცხოვრებას გავს. თუ გინდა რომ გადარჩე წესების მიხედვით უნდა ითამაშო. ყველა ფიგურა მხოლოდ ერთ ფიგურას იცავს. მაგალითად ლაზიერის საუკეთესო ერთგული მეგობარია, რომელსაც დაეყრდნობი. ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, გვერდით ლაზიერი უნდა გყავდეს, რომელიც ისე დაგიცავს, როგორც საკუთარ თავს იცავს. და შემდეგი ეტლი. შენ გარშემო ისეთი მყარი კედლები უნდა იყოს, რომ მისი გადალახვა ვერავინ შეძლოს. მთასავით უნდა იყოს აღმართული. საინტერესო პიროვნება ხართ. ერთმანეთი სხვა პირობებში რომ გაგვეცნო, რა მოხდებოდა? შესაძლოა მეგობრები ვყოფილიყავით. ახლა ვერ ვიქნებით?
ვითამაშოთ. აქედან დევასთან ერთად წავალ. ქიში, შამათი.